კი, დამატებით რამოდენიმე რაღაცა შევეხები, მოკლედ. ტაცუირო ტაირა მართლაც საინტერესო ჩალენჯერი იყო და იაპონიას ისტორიაში UFC-ში არ ყოლია ჩემპიონი და ეს ზოგადად ცოტა ტრაგედია არის, მაგრამ იმედია უახლოეს მომავალში შეიცვლება, მისი ხელით იქნება ეს თუ სხვისი ხელით. მას ჰქონდა, თქვათ, რაღაც გზები გამარჯვების, თუმცა ისევ და ისევ ჯოშუა ვენი ძალიან კარგად იყო მომზადებული გრაპლინგისთვის და გადასარჩენად ძალიან, ასე ვთქვათ, აკადემიურად გადარჩა, შეინარჩუნა სიმშვიდე, ყველა მომენტში დეტალურად მოდი არ ჩავალთ და მერე უკვე როდესაც დაბრუნდა ფეხზე, თავის საქმე გააკეთა და ანუ ხელებით ბევრად განვითარებული არის ვიდრე ტაირა და პირდაპირები ძალიან სულ ხდებოდა ასევე ტაცუირო ტაირას, რითაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო. თუმცა ანუ მან მაინც გულით იბრძოლა, ძალიან მაგარი მომენტებიდან დაბრუნდა, თუმცა ეს საბოლოო ჯამში საკმარისი არ ამორჩა. და მე ვიტყოდი, რომ პანდოჟაც მზად უნდა იყოს ჯოშუა ვენთან სტრაიკინგისთვის, მხოლოდ გრაპლინგზე და ანუ 5 რაუნდის განმავლობაში მისი გაკონტროლება და პოტენციურად დაფინიშება შეიძლება გაჭირდეს, ასე რომ მაგაზე ბრეიქდაუნი ცალკე გვექნება უკვე, მაგრამ აი ესეთი მცირე ასე ვთქვათ, sneak peek-ი მინდა რომ გაუშვა. შონ ბრეიდის ბრძოლასაც მინდა შევეხო ბაკლის წინააღმდეგ, არ ვიცი ბაკლი რატო იყო საერთო ფავორიტი, ძალიან გასაკვირი არის მე თუ მკითხავთ. ის რაც მოხდა საკმაოდ მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით უსმანთან ბრძოლის მერე. კი გასაგებია, თქვათ, მორალესთან არ ქონდა კაი ღამე ბრეიდის, მაგრამ მორალესი არ არის ბაკლი და ზოგადად ეგიც აჩვენებს, რომ მორალესი პოტენციურად საინტერესო title challenger შეიძლება იყოს მახაჩევის წინააღმდეგ. კი მახაჩევიც აქვს თავის ტაქტიკები და უფრო chain wrestler-ი არის ვიდრე ბრეიდი, მაგრამ ნახოთ. ბრეიდი გახლავთ ასევე ქართველი იცო ბაბულაიძეს გუნდელი, რაც ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ესეთი მაღალი დონის მებრძოლები ერთად ვარჯიშობენ და ბავშვების იცოზეც საომალოდ ვისაუბრებთ. კიდე ერთი თემა ამოსოვი ძალიან საინტერესო არის. რეალურად ალვარესი არ არის ხელსამოსაკრავი მებრძოლი. კარგი ტესტია, რომელიც საკმაოდ კარგად ჩააბარა და მინდა ვიხილო ის უკვე მაღალ რანგის ოპონენტების წინააღმდეგ. ჩემი აზრით მას აქვს ნამდვილად კარგი პოტენციალი და ძალიან სუფთა გრაპლინგი აქვს. გულიც სავარაუდოდ არ აკლია ამ ადამიანს. სუსურკაევი. არ ვიცი, თუ ეს არის შემდეგი ჩეჩნეთის იმედი, მე დიდად იმედიანად არ ვიქნებოდი. არ არის ცუდი მებრძოლი, კარგი მებრძოლია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ მასში ვერც ისლამს, ვერც თუნდაც ხამზაც, არამე მსგავს, ვერც თუნდაც ზაბიც, არამე მსგავს. ნახოთ რა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი აზრით მაგალითად ქართველებს უფრო კარგი, ანუ უფრო იმედიანად შეგვიძლია ვიყოთ UFC-ში ვიდრე ამ შემთხვევაში ჩეჩნები და ანუ აი ჩემპიონები როგორზე გადადო და ნუ ეხლა ამ შემთხვევაში ერთ ჩემპიონი ყავს და ეგ ჩემპიონის როგორზე გადადო და მერაბ თვალეშვილის რო ამ მომენტის როგორზე გადადო მაგას გულისხმობ. ჯამში ეს იყო მიმოხილვა. თავარ ბრძოლა დეტალურად გამოვიხილეთ, დანარჩენები ნაკლებად დეტალურად, მაგრამ ამ ყველაფრის თქმა მინდოდა გემშვიდობებით.